სარკე ხარ. მესამე ნაწილი სიბრძნე. სიბრძნე ეს არის ის, რაც ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში, ნებისმიერ სიტუაციაში და ნებისმიერ ასაკში, ანუ დროში უცვლელია. თავი, ბუნებრივი მოძრაობა. ერთხელ მდინარეს სახელად წკრიალას გზაზე შეხვდა მეორე მდინარე, სახელად მდორე. წკრიალას გაუკვირდა მდორეს უმოძრაობა, თითქოს რაღაცამ გააშეშაო. წკრიალამ იფიქრა, დახმარება ხომ არ ჭირდებაო და კითხა: მდორე, როგორ ხარ? დახმარება ხომ არ გჭირდება? თან წკრიალა აგრძელებდა მის ბუნებრივ მოძრაობას. მდორემ გახედა და უთხრა: არა, არ მჭირდება. უბრალოდ ორი ადამიანი იყო ჩემს ნაპირთან მოსული. მათი საუბარი გავიგონე და იმაზე ვფიქრობ. რა თქვეს ასეთი, რომ შეჩერდი? კითხა წკრიალამ. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვის როგორი ოჯახი ყავდა, ვის რამდენი და რამდენად ცნობილი მეგობრები ყავდა, უთხრა მდორემ. მერე ერთ-ერთმა მათგანმა დაიწყო საუბარი სახლზე, რომლის აშენებაც უნდა. ამ დროს მეორემ ტოლი არ დაუდო და მეც მინდა სახლის აშენებაო უთხრა. არა და მე მაქვს გაგონილი, ის მეორე, რამდენიმე დღით ადრე იყო მარტო მოსული ჩემს ნაპირთან და სულ სხვა რაღაცეებზე ოცნებობდა. ამიტომ ხარ გაჩერებული? კითხა წკრიალამ. მდორემ თითქოს ვერ გაიგო წკრიალას კითხვა, ისევ გააგრძელა. წკრიალა, აბა ერთი წუთით წარმოიდგინე, ჩვენ, მდინარეებმა, ერთმანეთს რო ვეჯიბროთ, რა მოხდებოდა? და ახლა რა ხდება შენს თავს იცი? კითხა წკრიალამ. მდორემ გაუღიმა. კი ვიცი, ცოტა ხან შევჩერდი, უთხრა და განაგრძო ბუნებრივად მოძრაობა. სხვასთან შეჯიბრება არა, მაგრამ სხვებზე ფიქრმა კი ამოგაგდო ბუნებრივი მოძრაობიდან. აბა დაფიქრდი, ამან რა შეიძლება მოგიტანოს, უთხრა წკრიალამ. ბუნებრივი მოძრაობის შეცვლა, უპასუხა მდორემ. დაფიქრდით და გაიაზრეთ, თქვენ რის გამო, რა მიზეზით ცვლით თქვენს ბუნებრივ მოძრაობას. მე დალივასაძე ვარ, ფსიქოთერაპევტი, ქოუჩი და უნარჩევების ტრენერი. გახსოვდეს,